თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. აღმოაჩინეს საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ, გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. ჩვენ ვიმყოფებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე. ახალციხის ციხე არის ძალზე მდიდარი ისტორიის მქონე. თვითონ ეს ქალაქი დაფუძნდა მე-9 საუკუნეში. თავდაპირველად ლომსია ეწოდებოდა, ხოლო მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება როგორც ახალ ციხე. ანუ სავარაუდოდ მოხდა ძველი ციხის განახლება და აქედან გამომდინარე დაერქვა მას ახალ ციხე. მემატიანე პირველად მოიხსენიებს ცნობილ ქართველ სარდლებს შალვა და ივანე ახალციხელებს, როდესაც ისინი მოღვაწეობდნენ, იბრძოდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში 1204 წელს. რა თქმა უნდა, სავარაუდებელია, რომ ჩვენს ქალაქს სახელწოდება შეეცვალა მე-12 საუკუნის დასასრულისათვის. საინტერესო რა არის? საინტერესო ის არის, რომ თავდაპირველად ამ ციხის გამგებლები იყვნენ თორელები, შემდეგ უკვე ჯაყელები და შიგადაში ხდებოდა ისეც, რომ ხიმშიაშვილები მართავდნენ აი ამ მხარეს და ბოლო ასე ვთქვათ, ათაბაგი სწორედ იყო, მართველი იყო ხიმშიაშვილი. მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენი ციხის, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული ძეგლი მდებარეობს. მინდა ვთქვა ისიც, რომ უშუალოდ ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე 24 სამლოცველო არსებობდა და მათ შორის 4 უშუალოდ ციხის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მოგეხსენებათ, რომ სამცხე-ჯავახეთი ის ტერიტორიაა, საიდანაც ნინო წმინდა შემოვიდა საქართველოში და მოგეხსენებათ ისიც, რომ ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან საქართველოში ვრცელდება ქრისტიანობა, შემდეგ კი უკვე ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისტორიულ ძეგლთა შორის ჭარბობს ქართული სალოცავები. რაც შეეხება ახლა განსაკუთრებულად მე ყურადღება მინდა გავამახვილო ეგრეთ წოდებულ მეჩეთზე, რომელიც ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს. რატომ ეგრეთ წოდებული მეჩეთი? ამ ტერმინს გავმარტავ. ქართველმა ქრისტიანმა მოსახლეობამ მას მეჩეთი უწოდა, მაგრამ თვითონ თურქებმა, რომელთა თურქეთის სულთანის ბრძანებით იქნა აგებული მე-18 საუკუნეში, მეჩეთად არ მიიღეს. ამ მეჩეთის აღმშენებელი გახდათ ჰაჯი აჰმედ ფაშა ჯაყელი. იგი მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა, ძალიან ცნობილი პიროვნება გახდა და ძლიერ მმართველად მოიაზრება და ერთგვარად სეპარატიზმის გზას ადგა, ბოლომდე არ ემორჩილებოდა თურქეთის სულთანს და ის სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მას ასე ვთქვათ, სიკვდილით დასჯა გამოუტანეს სასჯელად. მინდა აღვნიშნო ის, რომ მას ბევრი ბრალდება წაუყენეს, მაგრამ ერთ-ერთი ბრალდება ის გახდათ, რომ მან მეჩეთი კი არა ააშენა მაჰმადიანური სალოცავი, არამედ ქრისტიანული სალოცავი. ცნობილია ისიც, რომ როდესაც მეჩეთს აშენებდა, უნდა ეშენებინა ეგრეთ წოდებული მეჩეთი, მან იტალიიდან სპეციალურად მოიწვია არქიტექტორი და სწორედ მან შექმნა ეს არქიტექტურული ნაგებობა იტალიელმა არქიტექტორმა და მას თურქებმა უწოდეს პატარა აია სოფია და არ მიიღეს ქრისტიანულ სალოცავად, რადგან არქიტექტურულად ბევრი რამ იყო, ასე ვთქვათ, არასწორად გაკეთებული და სულ არ ჯდებოდა მეჩეთის არქიტექტურაში. აი სწორედ ერთ-ერთი ბრალდება, რაც თურქებმა წაუყენეს ჰაჯი აჰმედ ფაშა ჯაყელს, სწორედ ის იყო, რომ მან მაჰმადიანური სალოცავის ნაცვლად მეჩეთი ააშენა.
და მშენებლობა მიმდინარეობდა 1745-დან 1752 წლამდე და აი იქედან. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი რა იყო? არა მარტო არქიტექტურა. არამედ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ აი სწორედ ჩვენი ეგრეთ წოდებული მეჩეთი ფაშა ჯაყელმა ააშენა ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე. ეს იყო კიდევ ძალზედ მნიშვნელოვანი. აი ამიტომ იყო რომ ამ მეჩეთმა იმთავითვე სწორი დანიშნულება ვერ მიიღო. დიდხანს არ ყოფილა მაჰმადიანთა სალოცავი, რადგან მოგეხსენებათ რომ 1828-29 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი. 1828 წლის 16 აგვისტოს ჩვენი ქალაქი გაანთავისუფლდა. მოგეხსენებათ ისიც რომ პასკევიჩმა რუსეთის ჯარის მთავარსარდალი გახლდათ პასკევიჩი და პასკევიჩის რუსულმა ლაშქარმა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გაშეძლო ჩვენი ქალაქის აღება, გათავისუფლება და აი ამის შემდეგ უკვე თქმულება გადმოგცემს იმას, მოგვითხრობს ზეპირი გადმოცემა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას ცნობილი ქართველი გენერალი გრიგოლ ორბელიანი და ის ამავე დროს უძლიერესი რომანტიკოსი მწერალი გახლდათ და აი ამ პიროვნებამ ეს იღებდა მონაწილეობას ამ ბრძოლაში და მან გააკეთა თურმე ასეთი განაცხადი, რომ მას უნდა აეღო ზარბაზნის ერთი ტყვია და ერთი ზუსტი გასროლით უნდა ჩამოეგდო მეჩეთის თავზე დამაგრებული ნამგალა მთვარე და მართლაც თურმე რამდენიმე საათის განმავლობაში უმიზნებდა აღმოსავლეთის მხრიდან განლაგებული იყო რუსული ჯარი და ერთი ზუსტი გასროლით ჩამოაგდო მეჩეთის თავზე დამაგრებული ნამგალა მთვარე. სხვათა შორის ცნობილია ისიც, რომ მეჩეთის ეს საკმაოდ გამაგრებული, სტრატეგიულად მოხერხებული და გამაგრებული ციხესიმაგრე იყო და რუსეთის ჯარსა და ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეს ციხე აეღო და გაეთავისუფლებინა თურქებისგან. 3000 ახალი ციხელი დაიღუპა და მათ შორის იყო 100 მეომარი ქალი. საერთოდ ამორძალების ბრძოლა და ამორძალების ისტორია ძველთაგანვე ეს ჩვენი ქვეყნის ქართველი ერის ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა და ამ პერიოდში სწორედ ნამებისა და მეუღლეების გვერდით იბრძოდნენ მამაკაცის ფორმაში გადაცმული ქალები. ახლა აქვე მე მინდა ყურადღება გავამახვილო მეორე მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლზე, რომელიც სწორედ მეჩეთის ისტორიასთან ერთად განიხილება. იმავე პერიოდში, მე-18 საუკუნის შუახნებში აგებული იქნა ეგრეთ წოდებული მედრესე. მედრესე სასწავლებელს ნიშნავს და ჩანაწერებიდან და ისტორიული მასალებიდან ჩანს ის, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული ეს იყო ერთ-ერთი კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლებელი, სასულიერო ხასიათის სასწავლებელი. პირველ სართულზე იყო საძინებელი ოთახები და მეორე სართულზე განლაგებული იყო ეგრეთ წოდებული საკლასო ოთახები. მაგრამ გარდა იმისა, რომ აი ამ ძეგლში სასწავლებელი იყო განთავსებული, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამავე მედრესეს შენობაში მეორე სართულზე განთავსებული იყო ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა ეს იყო ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკა სამცხე ჯავახეთში. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყველა ეკლესია მონასტერს ჰქონდა თავისი წიგნადი ფონდი, ხელნაწერების ფონდი და ბიბლიოთეკას პირდაპირ ვერ დავარქმევთ, მაგრამ წიგნადი ფონდი ჰქონდა ყველა ეკლესია მონასტერს, მაგრამ აი ესეთი სახით უფრო ოფიციალურად რომ აი ბიბლიოთეკა უწოდოთ, ერთ-ერთი უძველესი და უდიდრესი ბიბლიოთეკა აი სწორედ ამ მედრესეს შენობაში იყო განთავსებული. აი, როდესაც უკვე რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გაათავისუფლა ეს ახალციხის ციხე, აქ იღებდა მონაწილეობას და იმ პერიოდში ყოფილა ჩამოსული ასეთი გაზეთი გამოდიოდა ლიტერატურული ნაწილი,
ტიფლისკი ვედმოსტი, აი ესეთი გაზეთი, რუსული გაზეთი იყო და მისი რედაქტორი გახდათ პავლე სანკოვსკი. რა თქმა უნდა, ახლა როდესაც გაზეთის რედაქტორი იყო, ის საკმაოდ განათლებული პიროვნება იქნებოდა და მან როდესაც დაინახა, რომ აქ აღმოაჩინა ბიბლიოთეკა, არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ დაახლოებით ამ ბიბლიოთეკაში 600-მდე ხელნაწერი წიგნი არსებობდა სხვადასხვა ენაზე შესრულებული და პავლე სანკოვსკს გადაურჩევია 300-მდე ხელნაწერი და ეს ხელნაწერები გადაუგზავნია პეტერბურგში, იმიტომ რომ იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა, რა თქმა უნდა, ისევ პეტერბურგი, ხო? აი ამიტომ და დღემდე, რა თქმა უნდა, ის ხელნაწერები, რომელიც ამ ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი და გადატანილი პეტერბურგში, ისევ პეტერბურგში არის განთავსებული და ქართველ ერს სამწუხაროდ არ გახსენებია ის, რომ ასეთი უნიკალური ხელნაწერები ისევ დაებრუნებინა სამშობლოში. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, დღეს უკვე როგორც მეჩეთი, აგრეთვე მედრესე და არა მარტო დღეს, იმ ადრეული პერიოდიდან მოყოლებული, მას თავიანთი პირვანდელი დანიშნულება მათ აღარ გააჩნიათ. კი დგას აქ ეგრეთ წოდებული მეჩეთი, მაგრამ ძალიან მცირე ხნის განმავლობაში ასრულებდა მეჩეთის მისიას და გარკვეული პერიოდის მას შემდეგ, რაც რუსები შემოვიდნენ, როგორც გითხარით, მოხსნეს ნამგალამთვარე და დაამაგრეს ქრისტიანული ჯვარი და ჯარის სალოცავად გამოიყენებოდა და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, საბჭოური პერიოდში ყველა ეკლესია მონასტერი დაიხურა და მათ შორის გამონაკლის არც კათოლიკური, არც მართლმადიდებლური და არც მაჰმადიანური სალოცავი არ წარმოადგენდა გამონაკლის, ყველა იქნა დახურული. ეს ძეგლები, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პირვანდელი დანიშნულების ფუნქციას არ ასრულებენ, ჩვეულებრივად არის ისტორიული ძეგლი, მაგრამ მეჩეთი არ არის მეჩეთი, ისტორიული ძეგლია და იქ არანაირი, რა თქმა უნდა, არც მაჰმადიანური მოსახლეობის გადასახლებამდეც არ შეუსრულებია მას მეჩეთის მისია და ვით უმეტეს საბჭოთა პერიოდისა და შემდგომ პერიოდში. და მედრესეც ეს თავისთავად მხოლოდ ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და მათ, ასე ვთქვათ, პირვანდელი დატვირთვა ბუნებრივია აღარ აქვთ. აი დაინტერესება რა თქმა უნდა, როდესაც დამთვალიერებელი შემოდის და მოგეხსენებათ ის, რომ 2012 წელს მოხდა ციხის განახლება, გრანდიოზული, მასშტაბური განახლება მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ ახალციხე, ჩვენი ქალაქი აღმოაჩინა სრულიად მსოფლიომ, შეიძლება ასე ითქვას, დღემდე გრძელდება, რომ მოდიან დამთვალიერებლები, ინტერესდებიან და რა თქმა უნდა, ინტერესი აქვთ მეჩეთის, ეგრეთ წოდებული მეჩეთის მიმართ, მედრესეს მიმართ, მაგრამ ის ვინც იცის და მეტნაკლებად მოეხსენება საქართველოს ისტორია და შესაბამისად სამწყე-ჯავახეთის ისტორია, მათთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვინცთვისაც უცნობია ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ბრწყინვალე კიდები, რომლებიც ამ ძეგლების ისტორიას მოახსენებენ და აცნობენ. ინტერესი, რა თქმა უნდა, ძალზედ დიდი. გადაცემა მომზადებულია ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის მიერ, პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის გასულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.